ორპირი ქარის პოლიტიკა, რომლის მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველოს 2008 წელს, შემდეგ კი უკრაინა ორჯერ 2014 და 2022 წლებში. საქართველოს მთავრობის მეთაური ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიდგომების განხილვისას საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ახსენებს და ამბობს, რომ თბილისი მოვლენების განვითარებას პრაგმატულად დააკვირდება. მმართველი გუნდის შეფასებით, შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ფონზე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება. მაკუნა აბულაძე გიამბობთ. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ არავითარი ღია გარის პოლიტიკა არ არსებობდა, ეს იყო ფარსი, სინამდვილეში არსებობდა ორპირი ქარის პოლიტიკა. Am ორპირ ქარში საქართველოს უკვე 23 წელია დგას და ამ დროის განმავლობაში მუდმივად ერთი და იგივე ისმის, რომ კარი ღიაა და ალიანსში გველოდებიან. ქართული მხარეც წლებია უფრო მეტ სიცხადეს ითხოვდა, თუმცა საბოლოოდ არც კარი გაიღო და ალიანსის გაფართოებაც ფარსი აღმოჩნდა, ფარსი, რომელსაც ბევრი მსხვერპლი ხავს. მსხვერპლი აღმოჩნდა ჯერ საქართველოს 2008 წელს და შემდეგ უკრაინა ორჯერ 2014 წელს და 2022 წლიდან. ეს მიდგომები იცვლება, ნახოთ დანარჩენი ჩვენ პრაგმატულად დავაკვირდებით, რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარებას, იმისთან მიხედვით, როგორ იქნება ნატოს პრიორიტეტები, შესაბამისი ქვეყნების პრიორიტეტები, ბუნებრივია ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ოპოზიციისთვის ეს თემაც მორიგი დემაგოგიის შესაძლებლობა გახდა. ემიგრანტი ლიდერის პარტიიდან თქვეს, რომ მხოლოდ პროპაგანდაა ის, რაზეც მმართველი გუნდი ლაპარაკობს. გიგა ფარულავას სავარაუდოდ ტრამპის ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია წაკითხული არ აქვს. ეს არის ისევ და ისევ მათი პროპაგანდისტული ნარატივის გაძლიერება და აქაც ისინი ტრებს ეძებენ ჩვენს მეგობრებს. ბუქარესტის სამიტზე გაცემული დაპირების შემდეგ არ გვინახავს არც ერთი რეალური ნაბიჯი, რომლითაც ვინმე დარწმუნდებოდა, რომ ალიანსის გაფართოების საკითხი დღის წესრიგში მართლაც დგას. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან დაწყებული ეს ორპირი ქარის პოლიტიკა სამწუხაროდ გაგრძელდა და ჩვენ რამდენჯერმე გაგვაციეს ხან ფილტვების ანთება დაგუმართეს, რამდენჯერმე ჩვენი ბიჭები ამ საერთო მისიებში თავსდებდნენ და სიცოცხლეს სწირავდნენ, მაგრამ შეგვჭა მხოლოდ გაციებული ფილტვები და ბუნდოვანი მომავალი. დროა რეალობისთვის თვალის გასწორების. საბოლოოდ გაირკვა, რომ ღია კარის პოლიტიკა მხოლოდ მოჯადოებულ წრეზე სიარულია და ალიანსის გაფართოების შესაძლებლობა ილუზია. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ჩვენ ვიცით რა წონა და რა გავლენა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და ისიც კარგად ვიცით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატოში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. შესაბამისად ეს ჩვენთვის ყველასთვის, მთელი საზოგადოებისთვის ალბათ უნდა იყოს ნათელი სიგნალი იმისა, რომ უახლოეს წლებში და შეიძლება 10 წელშიც ნატო აღარ გაფართოვდება. ჩვენ არ უნდა გქონდეს იმის ილუზია, რომ თუ თქვათ უკრაინას ნატოზე უარი ათქმევინეს, იგივე არ შეეხება საქართველოსაც. ჩვენ საკმაოდ რეალისტურად და პრაგმატულად უნდა შევხედოთ ამ საკითხს. სამწუხაროდ ის ასე გამოვიდა, დღეს ეროვნულმა სტრატეგიამ, ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ახალმა სტრატეგიამ ფაქტობრივად წერტილი დაუსვა ნატოს აღმოსავლეთ გაფართოებას და კიდევ ერთხელ დაგვანახა ცხადად, რომ ეს ღია კარის პოლიტიკა, რაც ბატონ პრემიერმა აღნიშნა, ეს იყო ჩვეულებრივი სიტყვების ერთობა და არა რაღაც კონკრეტული რეალური პოლიტიკა ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რასაც სამწუხაროდ ძალიან ბევრი სახელმწიფო შეეწირა სხვადასხვა მიმართულებით. და დღეს უკვე თითქმის ყველა მიცის, რომ საქართველოსაც და უკრაინასაც ამ ღია კარში დგომა კიდევ დიდ ხანს მოუწევთ.